საქართველოში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დევალვაცია თუ შევადარებთ დაახლოებით 13-14 ქვეყანას, რომელთანაც ჩვენ აქტიური სავაჭრო ურთიერთობები გაგვაჩნია. მე არ ვამბობ, რომ ეს კარგია, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ სუბიექტური ფაქტორი ამ პროცესში იყო მინიმალური. ფაქტმეტრის დასკვნით პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება არის მეტწილად მცდარი. ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, როდესაც მისი კურსი დოლარის მიმართ 1.75 მიასედი იყო. 2015 წლის ბოლო თვეებისათვის კი ლარის კურსი 2.40 მიასედზე დასტაბილურდა. 2016 წლის იანვარში ლარი ისევ გაუფასურდა და 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2.42 მიასედს შეადგენს. შედარებისათვის ჩვენ ბოლო 2 წელიწადში 2014-2015 წლებში დაფიქსირებული კურსის ცვლილებები განვიხილეთ. საქართველოს ძირითადი 15 სავაჭრო პარტნიორი ქვეყნიდან ვალუტის კურსი ლარზე მეტად მხოლოდ 3 ქვეყანაში, უკრაინაში, რუსეთსა და აზერბაიჯანში გაუფასურდა. აქვე აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომია, რუსეთი მკაცრ საერთაშორისო სანქციებშია, ხოლო აზერბაიჯანში ვალუტის გაუფასურებაზე გავლენა ნავთობის ფასების რადიკალურად შემცირება მიქონია. ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი საქართველოში შემომავალი დოლარის ნაკადების შემცირებაა, კერძოდ ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირება იყო. ლარის გაუფასურება ძირითადად საგარეო ფაქტორებმა განაპირობა, კონკრეტულად მნიშვნელოვნად შემცირდა ფულის შემოსვლა, როგორც აზერბაიჯანიდან, ასევე რუსეთიდან, შემცირდა მნიშვნელოვნად ექსპორტიც და რუსეთიდან ასევე ფულადი გზავნილებით და ეს ჯამში 9 მილიარდ დოლარს აღწევდა, რაც შემდეგ ლარის კურსზეც აისახა. გარდა საგარეო ფაქტორებისა, ლარის კურსის გაუფასურებაზე გავლენა ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნამ, ბიუჯეტის დეფიციტურად ხარჯვამ და რეგულაციების გამკაცრებამაც იქონია. 2013-2015 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაეცა, რამაც ხელი შეუწყო ლარის კურსის გაუფასურებას. აღსანიშნავია, რომ რაც მეტია ეკონომიკური ზრდა, ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა იზრდება და კურსი მყარდება. რეგულაციების გამკაცრებიდან ცალკე გამოსაყოფია სავიზო რეჟიმის გამკაცრება და სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის შეზღუდვა. გამკაცრებულმა სავიზო რეჟიმმა საქართველოში ტურისტების შემოსვლა შეაფერხა. ტურიზმის კლება კი სავალუტო შემოსავლების კლებასაც ნიშნავს. 2014 წლის ბოლოს და 2015 წლის კონკრეტულ თვეებში ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასაც. ანუ კონკრეტულ თვეებში იხარჯებოდა 100 მილიონით მეტი, ვთქვათ, ვიდრე შემოსავალი ჰქონდა ბიუჯეტს, ეზრდიდა ლარის მიმოქცევას და შესაბამისად ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედებდა. საქართველოს ძირითადი 15 სავაჭრო პარტნიორი ქვეყნიდან ლარზე მეტად მხოლოდ 3 ქვეყნის ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. შესაბამისად, საქართველოში არა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დევალვაცია დაფიქსირდა, რაც მხოლოდ საგარეო ფაქტორებით არ იყო გამოწვეული.